ეს ფიჯური იგუანაა, რომელიც 2 თვის წინ ველური ბუნების ბინადართა ტრაფიკინგს გადაურჩა და ახლა კალიფორნიაში, სან-დიეგოს ზოოპარკში ცხოვრობს. ის და კიდევ 7 ფიჯური იგუანა ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების შედეგად ესპანეთიდან სამხრეთ კალიფორნიაში ჩამოიყვანეს და ახლა ზოოპარკში სამედიცინო შემოწმებები უტარდებათ. ფიჯურ იგუანებს სან-დიეგოს ზოოპარკში დიდი ისტორია აქვთ, თუმცა წარმატებული პროგრამა რეალურად 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც აქ სახეობების გადარჩენის გეგმას ჩაუყარეთ საფუძველი. ყველა იგუანა, რომელიც მსოფლიოს სხვა ზოოპარკში ცხოვრობს, სან-დიეგოს ზოოპარკიდან არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ფიჯურმა იგუანებმა უკვე გაიარეს სამედიცინო შემოწმება ესპანეთში, ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის დამატებით ტესტებს ჩავატარებთ. ისინი კარანტინში დარჩებიან 30-დან 60 დღემდე. შემდეგ კი გენეტიკურ ტესტს ჩავატარებთ და შევამოწმებთ, შესაძლებელია თუ არა მათი გამრავლება ან ველურ ბუნებაში დაბრუნება. სამწუხაროდ ფიჯური იგუანები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ადამიანის ჩარევაა. ისინი შინაური და ეგზოტიკური ცხოველებით ვაჭრობენ. არადა ეს იგუანები გადაშენების პირას მყოფი სახეობები არიან და მათ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ფიჯური იგუანები 2017 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ კონტრაბანდისტებს ჩამოართვა. ახლა კი სან-დიეგოს ზოოპარკის სპეციალისტები ცდილობენ თითოეული იგუანას წარმომავლობა და გენეტიკური სიცოცხლის უნარიანობა დაადგინონ, რათა მხარი დაუჭირონ სახეობების გადარჩენის გეგმას და შესაძლებლობის შემთხვევაში ხელი შეუწყონ იგუანების დაბრუნებას მათ ბუნებრივ გარემოში.